თქვენთანაც ვიკითხავ აი ამ კონტექსტში, რომ ოცნება ცდილობს წარმოადგინოს ეს ყველაფერი, რომ თითქოს მხოლოდ სახელები და გვარებია პრობლემა და ეს არის თავის მხრივ პრობლემა სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის ნაწილში, მაგრამ რატომ არის პრობლემული პროექტები, ვინც არ უნდა იდგეს ამ პრობლემის უკან და როცა ვამბობთ, რომ აქ უკანონობასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს ეს? ზუსტად ამითი დავიწყებ, მეც რას ნიშნავს, როცა ვიძახით, რომ უკანონობა არის ეს ყველაფერი. და ეს არ არის სულ უბრალოდ რაღაცა ემოციური შეფასება. დიახ. ეს პროექტები ეწინააღმდეგება რამდენიმე საკანონმდებლო დოკუმენტს, როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე მუნიციპალურ დონეზე. პირველი, მაგალითად, განსაკუთრებით კი არა, ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სანაპიროზე დაუშვათ ლაგუნავერე, ან ცირკის მოპირდაპირე მხარეს და სანაპიროზე კიდევ მომავალში გამოჩნდება მიმდინარეა რამდენიმე ასეთივე მაღალსართულიანი მშენებლობა, ისინი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ განაშენიანების რეგულირების ზონაში. ეს ზონა ასახულია როგორც ქალაქშენებლობის დოკუმენტებში, გენგეგმაში, ასევე ასახული არის და განმარტებული და დაცულია საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. რომელშიც გარკვევი წერია, რომ აი ამ მასშტაბის მშენებლობები ამ ზონაში დაუშვებელია და რომ ყოველი ახალი განვითარება უნდა შეესაბამებოდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კონტექსტს. შესაბამისად ხდება დარღვევა საქართველოს კანონისა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და მეორე უფრო მუნიციპალურ დონეზე ჩვენი ქალაქის გენგეგმა ადგენს ზონებს და ამ ზონებისთვის ადგენს სამშენებლო პარამეტრებს. ყველა ამ პროექტის შემთხვევაში მოთხოვნილი არის ზონის ცვლილება და სამშენებლო ინტენსივობის კოეფიციენტების მომატება, რომლის დაკმაყოფილებაც ხდება. შესაბამისად, უგულველყოფა ხდება გენგეგმისა და გენგეგმის დადგენილი ზონებისა და კოეფიციენტებისა და ჩვენ ისევ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც არანაირი განსხვავება დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის მიმდინარე ქალაქთან დამოკიდებულებასთან არანაირი ცვლილება არ აქვს. და როდესაც ჩვენ დღეს გვეტყვიან, რომ ქაოტური მშენებლობები დაასრულეს, ეს არის ტყუილი, მიმდინარეობს ისევ ზუსტად იგივე ხერხებით ზონების ცვლილება, იგივე ხერხებით კოეფიციენტების გადამეტება და იგივე ხერხებით იმის დაშვება, რაც აკრძალულია.